სასრაფოდ უნდა გადაიდგას ნაბიჯები. ამერიკა, რომელიც ფაქტიურად უკრაინაში აწარმოებს რუსეთთან ომს, ამერიკა აწარმოებს რეალურად ომს. დღეს შეხვდა მისი საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და უკვე ეს ურთიერთობები გაიხსნა, 2 წლის უკან დაბლოკილი ურთიერთობები, გაიხსნა ეს ურთიერთობები და უკვე უახლოეს მომავალში უნდა ველოდეთ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრას. ჩვენ ამ დროს რას ვაკეთებთ? ჩვენ ისევ იმ ძველ ნარატივში ვართ, დასავლეთის მიერ შემოგდებულ ნარატივში ვართ და ისევ რაღაც ვიძახით თუ ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება აღდგენილი, ჩვენ დიპლომატიურ ურთიერთობას ვერ და ეს არ არის გასასამართლებელი საბუთი. რუსეთის მხრიდან მრავალი ნაბიჯი, დადებითი ნაბიჯი გადმოიდგა და არც იმ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ არის შორს, მაგრამ ამისთვის საჭიროა დავიწყოთ ჩვენ რუსეთთან ახლო ურთიერთობა სამთავრობო დონეზე. ეხლა 80 წლის თავი ხდება ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების. ჩემი სურვილია რომ საქართველოს პირველი პირი ხელმძღვანელი მუშაკი დაესროს ამაზე, იმიტომ რომ იქ მთელი მსოფლიოს ელიტა იქნება. ეს იქნება ძალიან დიდი ძალიან დიდი მიღწევა იქნება ჩვენის მხრიდან და თუ დაუშვათ რაღაც პრობლემებია, სახალხო დიპლომატიას შეუძლია ჩაერთოს და ამის ორგანიზება გააკეთოს, მაგრამ ეს აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯია. მანამდე თუ მოხდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და 9 მაისის გამარჯვების დღეს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ეს არის საქართველოს ჩემი თხოვნა არის. არა, ბატონო დავით, ერთ რამეს შეგისწორებთ, ეხლა ჩვენი ქვეყნის პირველი პირი არის პრემიერი, ჩვენი კონსტიტუციით. ამიტომ პრეზიდენტ პუტინს უნდა შეხვდეს პრემიერ-მინისტრი. ეხლა იმიტომ რომ ეს ეხლა ჩვენ არა ვართ, ეხლა პირველი პირი რო იყოს პრეზიდენტი, კი ბატონო, ხელმძღვანელი. ხო, ხელმძღვანელი პირველი პირი უნდა არის პრემიერი და ეხლა რაც შეეხება 9 მაისი ახსენეთ, კაცო. ვერ გავიგე, სტალინი და ბერია, ყირგიზები იყვნენ თუ ყაზახები იყვნენ რა. ვინ მოიგო ომის მართლა? ვინ მოიგო ომი? ქართველებმა მოვიგეთ. რომ არა სტალინი და ბერია, ეს ომი ვერ იქნებოდა მოგებული. და პირველი ჩვენ უნდა ვიყოთ იქ წარმოდგენილი მავზოლეუმებთან და 9 მაისის აღლუმი ჩვენ უნდა ჩავიბაროთ წესით. ჩვენ აუცილებლად. იმიტომ რომ ეს ჩვენი მოგებული ომი არის და ჩვენ ისე ვიქცევით, ვითომ ეს ჩვენ არ გვეხებოდეს რა. ვითომ აქ ქართველები 300,000 ქართველი არ დაღუპულიყოს ვითომ. და ეს ყველაფერს ვაკეთებთ აი ამ ნაძირალა მოღალატე ნაცმოძრაობის რა ქვია გულის მოსაგებად რომ ვაიმე ის არ დაგვაბრალო ვაიმე დამთავრდა უკვე აბათ პატრონი აღარ აყავთ და დაავერებოთ თავი დღესვე უნდა შედგეს 9 მაისი უნდა აღდგეს ისე როგორც ადრე იყო აი ის ვაკის პარკში ბოლო დასრულდეს ის კაცო გმირთა მემორიალის ის კომპლექსის მშენებლობა რომელიც რესტავრაცია უпростоრეთ რომელიც არის სავალალო მდგომარეობაში უნდა საქართველოში ყველა ქალაქსა და ყველა დაბაში უნდა 9 მაისი ღირსეულად უნდა აღინიშნოს. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი გამარჯვების დღე, მეგობრებო. სიძიპინი ჩადის, ტრამპი ჩავა დიდი ალბათობით და ჩვენ არ უნდა ჩავიდეთ, ვერ გავიგე. ტრამპი თუ ჩადის, ჩვენ ხო ვართ ვითომ სტრატეგიული პარტნიორი. ხო, თუ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ჩადის იმაში, რა ქვია, მოსკოვში, ჩვენ რატო არ უნდა ჩავიდეთ? რატო? მეორე სტრატეგიული მოკავშირე ჩადის სიძიპინი. ხო, აბა ვერ გავიგე, სიძიპინი თუ ჩადის და ტრამპი თუ ჩადის, ჩვენ რატო არ უნდა ჩავიდეთ? რატო არ უნდა ჩავიდეთ? პირადად მე ვაპირებ ჩასვლას, მაგრამ ეხლა პირველი პირი არა ვარ, ჩავა სხვა რანგში. ხო, აქვე მინდა ერთი დავამატო ამ 9 მაისთან დაკავშირებით. სტალინმა და ბერიამ მოიგო ეს ომი და რეალურად მოიგო და ეხლა გორში ვიმყოფებით და 2010 წელში ნაცების მიერ აღებული სტალინის ძეგლი როდემდე უნდა იყოს იქ სადღაც დაყირავებული და დაპირქვევებული შეიცვალა და ანუ გორის ხელმძღვანელობამ უნდა დააყენოს საკითხი ხელისუფლებასთან რომ იქნებ რამენაირად მოხერხეს და 9 აპრილამდე დაბრუნდეს იმ ხედართავის თავარსარდლის ძეგლი თავის ადგილზე. როგორ შეიძლება 80 წლის ფაშიზმზე გამარჯვებას უნდა ვიზეიმოთ და იქ სტალინის ძეგლი არის სადღაც უპატიო მდგომარეობაში ჩაგდებული. ეს სერიოზული თემაა და ეს გაერთიანებს ქართველებს, იმიტომ რომ ეს მათხოვრები რომ გამოდიან ქართველიერის ხალხით ლაპარაკობენ, აი ქართველ ხალხს ევროკავშირი უნდა, ქართველ ხალხს დასავლეთი უნდა და ქართველ ხალხს უნდა რომ სტალინის ძეგლი თავის ადგილზე დაბრუნდეს.
350,000 ქართველის სიცოცხლე შეეწირა ფაშისტების დამარცხებას და 700,000 ქართველი იბრძოდა ამ ომში. ჩემი პაპა ერთი იქ დარჩა. მეორე ჩამოვიდა.